საქართველოს მელიორაცია ქვეყნის მასშტაბით აგრძელებს სამელიორაციო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას. ამჟამად ჩვენ ვიმყოფებით ქალაქ ლაგოდეხში, სადაც ფაქტიურად დასრულების სტადიაშია ლაგოდეხის მაგისტრალური არხის რეაბილიტაცია. დაახლოებით 1 კილომეტრიანი მონაკვეთის მოპირკეთება განხორციელდა რკინაბეტონით, ასევე მოეწყო 28 გადასასვლელი, აქედან 18 სამანქანე გადასასვლელი და ხოლო 10 საფეხმავლო გადასასვლელი. დღეს მდგომარეობით საქართველოს მელიორაცია მთელი ქვეყნის მასშტაბით უმამრავ პროექტს ახორციელებს, რომელთა საერთო ღირებულება დაახლოებით 80 მილიონ ლარს შეადგენს. აქ ცხოვრობ 11 წელი. და ძალიან ვიყავი დაზარალებული ყველანაირად. რამდენი წვიმა მოვიდო და იმდენი წყალი მივარდებოდა ეზოში, სახლში, დატბორილი მქონდა სულ. მთელი ავეჯი, სულ კედლები, ყველაფერი გაფუჭებული მაქვს. ეხლა რაც ეს არხი გაკეთდა, წყალი მოდის თავის ადგილზე, თლიან ქუჩაზე გაკეთდა თავიდან ბოლომდე, ყველას გადასასვლელები გაგვიკეთეს კარგად და კმაყოფილები ვარ. ყველა ჩემი მეზობელი, ქუჩელი ყველა კმაყოფილია. ხიდები დანგრეული იყო, კანავები დანგრეული იყო. ეს ყველაფერი ჩაასხეს, გააკეთეს, ხიდებიც გაგვიკეთეს, მანქანით გადასასვლელი ხიდებიც გაგვიკეთეს. ყველაფერი გამოსწორდა. წყალს მიეცა თავისი გზა, კალაპოტი, საით წასული.